აი ეს იყო რაც იყო, იცის მოდის, ზე მომგებონა, რაც არის, რაც შემიძლია აღარ მისვა. როგორ შემიძლია უკეთესი გავხდე? რა მომწამოთუმა მომენტი. ან დავაგეთ ხა რომელი შემთხვევაში არის უფრო ალბათობა, რომ მეორე სახელმწიფოებია დიდი ენთუზიაზმით მივარჩიე. რა თქმა უნდა, მეორე, იმიტომ რომ აქ ჩაჭას კარგადება არის. ერთი რაღაცა დავამატო, პოზიტიურად ლაპარაკი განიშნავს, რომ სუდი რაღაცა მოხდა, მაგაზე გამიცემა. პოზიტიურად ლაპარაკი ნიშნავს, რომ რაღაც მოხდება, შეიძლება შემოყვარულო და სამოძრაულად იყო განწყობილი. არა მარტო სპორტში, ყველა მიმართულებით ვერ მუშაობს ზუსტად. კიდევ უშუალოდ თამაში როდესაც შეიძლება, რომ საკუთარ დაუშვა შეიძლება მოთამაშეო, რაღაცა ერთის შესწავლა დაუშვა, რა შეიძლება აქ ისწავლა, რომ მე 2 და 3 წლის მერე გამოვიდეს. შესწავლის დაბრუნება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რაღაცა და კიდე შესწავლის საზღვარში შეხვდები, იცი რომ მაგალითად ატარებდეთ და რომ შობელი დამოჩის. შობელი წავას აერთა, აღარ მიხმარებს თამაშზე. ან შეიძლება იყოს, რომ სხვა ვიღაც დააცინოს. ზოგადად შეიძლება დაიყო ისეთ რაღაცებზე შეიძლება რაც იქცა მოხდა მარტო სხვა. ან შეიძლება ვაფშე ალბათ სხვაზე მოხდა. ამ შემთხვევაში ვაკეთებ ხოლმე კატეგორიებს გავაკეთებ ხოლმე ყველაზე ძლიერი შეშინა, მაგალითად იმ შობელია რომ შობელი წავა თამაშობს და ფერზე დაურეკა შობელს და ამ შეშინა ყველაზე მეტად არხახებს თამაშს და რასაც მოხდეს. მე რომ ნახავს, რომ შესაძლოა დაუშვან შობელი ის გარეთ არის, მე რაღაც აღარ შეშინა. არა თავი. კარგი, გადავიდეთ წუთელზე. წუთელი ეს საერთოდ მენტალური უნარების შემიძლია გამოიყენოს თავად მწუხნელსაც. აზრს ვაპარაკებ, რომ საკუთარ თავთან ვაპარაკებ. ან პოზიტიურ საკუთარ თქვენს უნდა ვაპარაკოთ. შეიძლება ძალიან დიდი გაცვლება გქონდეს. უნდა უთხრათ საკუთარ თავს, რომ ეს მეტგაცვლება მაგალითად ჩემი საწვავია, რომ უკეთესი გავხდე. დიდების მოცემული. თქვენს ვაპარაკებთ საკუთარ თავს. გადავიდეთ, თქვენი ენერგია რა თქმა უნდა სპორტსმენზე გადადის. ამიტომ ერთ-ერთი ავტორიტეტი ვინ არის სპორტსმენის შობელი ხო? აქედან გამომდინარე თქვენი ავტორიტეტი რომ მე რა პოზიტიურად ვარ განწყობილი. რა პოზიტიურად ვარ შემოყალიბებული რომ ესე რომ და კონდეს ესე არის. უნდა შრომა და პრაქტიკა უნდა მოხდეს. და კიდე რელაქსაცია რომ ახსენე. ერთ-ერთი ცნობილი ხოდა ყოველდღიური დიდი სიძინე ხოდა რომ დილას ხდებოდა 30 წუთი და რაღაც ჩარესულიყო. რაღაცნაირად ეს განმოხიზველი მექანიზმი ისთვის. თქვენც უნდა მოძებნოთ რაღაცა ხერხები, რომ საკუთარ თავს უნდა მოუვარდოთ, საკუთარ თავს უნდა იზუსტოთ, საკუთარ თავს უნდა იზუსტოთ, სხვაზე ვერ იზუსტოთ. აი ერთ-ერთი მაგალითი მაგას თვითონ აშუქებს ბავშვთან ერთად არის შობლები. პირველი პრობლემაა რომ ჯერ ბავშვი შეუქმარი, ეს შეიძლება და ბავშვი ჯერ შეიძლება პირველში თქვენ შეიძლება ის ყვები და მე ბავშვი ბავშვი შემზადებას მიყვარს, მაგრამ რატომ შევიკარებ? იმიტომ რომ მე ვარ შევიკარებ ჯერ უსაფრთხო აღარ ვიყო, შეიძლება ავხერდე და უესის დავმართ. ამაგალითად რაზეულობთ იცით რომ თქვენ თუ გინდათ რომ ვიღაცის სიკეთე გავუკეთოთ, ან თუნდაც კარგი რაღაც გავუკეთოთ, ან იზრუნოთ სხვაზე, საკუთარ თავზე თქვენ დაიწყეთ ზრუნვა, სხვაზე ზრუნვას ვერ მოახერხებთ. ამას უნდა გავუგებთ რომ თქვენ ვიცი ცდილობა როგორი წესული არის. ბევრი ცდილობაა რომ დილიდან საყოველთაო მუშაობ 2 გუნდში არის და 3 გუნდში არის, ამ შემთხვევაში შეიძლება ერთი 30 ბავშვი მოხდეს ან სამი ბავშვი და ჯობია მე რეკომენდაციას ვუწევ რომ გასწავლებით დაბერავება და იმასთან ეფექტური იყო. და დაშენებას მოახერხო, იმიტომ რომ ენერგიის საფუძველზე მოახერხო რა მაგალითად არის ყველა უნდა მოძებნოს ადგილი როგორც რომ ტელეფონში შევარდეთ ენერგია ყოველთვის რომ ეს ენერგია მივიღო და დაშენებისა და ენერგია მივიღო. ოღონდ ეს ამ რაღაცას არ უნდა იყოს. სასწრები ყველას ხიარობს და საერთო ჯამში შეიძლება შეიძლება რომ გავცნოს რომ ჩემი სტრესი მართლა არის და სამომავლო სასწრებს დავა. იომეს დაადაა საბოლოოში უარესდება. ოღონდ ეს დაშენება უნდა იყოს ბალანსი. აი და მაგალითად ტელეფონის მაგალითად ვიხდი. ტელეფონში შევარდეთ და ამე დავწყო შეერთებული ტელეგრამში შეერთებული დავწყო. რამბობი ხო არის პატრონა გავუშვება ხო? ანუ ზედმეტ დასწრებას არ ვარ. რაღაცა ბავშვი უნდა იყოს რა. მაგრამ გადაგებითაც არ ვარ. უარყოფითაც უნდა.
მაგრამ ეს პატარა ფორმულაზე საკუთარ თავში ერთი უარყოფითი ფიქრი ჰქონდათ, მე სამწადებით მაინც უნდა უთხრათ, რომ რაღაცნაირად დავავალოთ. ეს რა, რაღაცა ბალანსირებული. ეგრევე ამას ამბობში, რომ ფიზიოლოგიაში პროექტის ემოციური ძალი მე სამი დადებითი ემოცია მაინც უნდა მივიდო, რაღაცნაირად ბალანსში იყოს და შემიძლია არ დაისწროს. და გათავისუფლდეს ამ სტრესის. სტრესი ექსპერტიზები ძალიან მნიშვნელოვანია. სტრესის ჰორმონი არის კორტიზოლი, რომელიც დროდება ჩვენს ორგანიზმში. გონია სტრესის ჰორმონი არ ჩნდება. მაგრამ რეალურად ფილოსოფიურად სტრესი მაგვიწევს, რომ აი სასახურში მესწავლია, ჩემი შვილი ბავშვი ხოლმე, ჩემს მოსახლეობას სტრესი მაგვიწევს, კორტიზოლი მაგვიწევს. კორტიზოლი რა არის თამაში დავიდოდი ეს მოშორება. ამიტომ ბავშვს არ უწევს, რომ არ უნდა გეშინოს ეს სტრესი არ უნდა ქონდეს, უნდა ქონდეს. ოღონდ ნორმალურ დოზებში. კორტიზოლი გამოყოფის ეფექტი მაგარი ეფექტია, ისიც რომ პატარა რეკომენდაციები კვლევით არის დასრულებული, რომ ყველაზე მაგარი არის ექნობა კაჟების სისტემისაჯურია, რომ ეს კორტიზოლი პირდაპირ მნიშვნელობით ეს ჰორმონი გარეთ გამოდის. შორსავაზე ვთქვა. მეორე არის ფსიქოლოგიური განათლება სპორტსმენთან მუშაობის პროცესში. ანუ მე ვიცი ფორმაციის ბავშვობა უნდა მივიდო, ფორმაციის ბავშვობა უნდა მივიდო, ფორმაციის ვიცი როგორ უნდა მივიდო, ანუ როგორ უნდა მივიდო. ეს ნიშნავს, რომ მაგალითად მომენტ ამის ასაკში იზრდება გული, იზრდება კიდურები და ასე შემდეგ. მაგრამ ხა ინდივიდუალურად არ შეიძლება გინეკოლოგიური იყოს, ვინდა ფიზიკური. ანუ ბუნებით ძალასები არ ვახობ და არ მომჩი. მაგალითად 6 წლის ბავშვი არა ცოტა 8 წლის სპორტსმენი შეძეცნა მაგრამ ეს უბრალოდ ასაკობრივი არის ასაკობრივი განვითარების შესაბამისი არის შეძეცნა და სულ რომ თვითონ ის მართალი როგორც მაგალითად 14 წლის სპორტსმენს დამოუკიდებლობის განსხვავება ჩამოყალიბოთ რომ ხო არის შეშობები რომ 100%-იდან მაგალითად არა, იმიტომ რომ მე დამოუკიდებლად ვერაფერს ვერ აკეთებ და ეგ განსხვავება საერთოდ არ აქვს. მექანიზმი არის, რომ დამოუკიდებლად რაღაცები არის. ამაში მე ფსიქოლოგები ჩვენს ვასწავლობთ. ისინი ფიზიოლოგიურად პროგრამისტებია და რაღაცა საერთო რაღაცამდე მივიდნენ. ჩვენს ფილოსოფია თქვენი ჩვენი ფილოსოფია უნდა გაგრძელდეს. მაგალითად ჩემი როგორც სპორტის ფსიქოლოგის ღირებულება არის ის, რომ ჩემი საქმის და სიამოვნება უნდა მივიღო. უკეთესი უნდა გახდე, განვითარება არის ჩემი ღირებულება აუცილებლად სიყვარულის. რომ აკეთებს, რომ ჩემი უცნაური ღირებულება რა არის? ღირებულებები და რომელსაც რაც არ უნდა მოხდეს, რაზეც არ გადავიდე. სანამ ჯერ რაღაცას ვასწავლებ, ჩემი ღირებულებებში უნდა ჩამოვყალიბდე, ჩემი ღირებულებები რა არის და რა არის ჩემი ამოძრავებელი ძალა. მეორე შედეგზე ორიენტირებული განვითარებაზე ორიენტირებული. ბევრ ალბათ 20 ჩემპიონატია განვითარებაზე ორიენტირებული როლი. ანუ გული მეწოვა ხოლმე 7 წლის სპორტსმენს ხოლმე შედის. ცოტა დიდაზე წავა, ამასაც განსაკუთრებით. ეგეც ასაკობრივია, რომ 7-დან მაგალითად 10-11 წლამდე ძირითადად გასწავლაზე უნდა იყოს, სანიტართა გარდაიქმნა ბავშვი. მერე უკვე ნელ-ნელა ეს ინსტრუმენტები რა თქმა უნდა შეიძლება უნდა შეიძლება ისი არა რომ არის გარდაუძლებელი ეს მაგრამ მე ერთ-ერთი განვითარების მიზეზი ეს არის რომ მაგალითად 7-დან 10 წლამდე ძალიან ერთობი ნახავდა და მე ვისმათ სხვა მოშორებადი ნახავდში ის მათ ამის ეჩიჩება და მე ცუდად გამოვხდა ამიტომაც მაგას უფრო საშუალები უნდა დაიწყოს და განვითარებაზე ორიენტირებული რაც ნიშნავს რომ თქვენი სპორტსმენები ყოველთვის უნდა გაახსენოთ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ შენ უკეთესი გახდე 0.1% მაინც უკეთესი რომ გახდე ხოლმე უკეთესი ვერ გახდე თუ წარმოუდგენელია მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ შენ იცოდი რომ ჩემს ვედაგდო ფსიქოლოგიაში ასწავლოს კიდე ეგეთი მდგომა რომ ყოველდღიური განმარტოების მდგომა ეგეთი მდგომა არის რომ მე მართლა ეგეც არ სწავლობს არის გამოსახული შეიძლება რომ მე მარტო კონცენტრირებული ვარ დღეს დღევანდელი რაც ნიშნავს მაგალითად რომ მაგალითად ოჯახთან და ვისმენ 100% ოჯახთან და დავუყო შეიძლება ვიღაცას სპორტსმენს რაშუები როგორ ხარ ანუ ვიცი რომ მე დღემდე მაგალითად ვიმართ ნაჟერების დაბაში და უნდა ავწევ 100 კილო ვერ ავწევ
მაგრამ მაქსიმალური მიზეზი რომ ასე გამოყენოს. ჩემთვის ეს მოგებაა. მაგალითად ვაჯისტები ვარ და დაღლები ვარ და არტელია შეიძლება და მე მაინც მოწოვი ვარ. ჩემთვის ეს მოგებაა. აქედან გამომდინარე ეს ზოგადად ეს შეიძლება გამოიყენოს პროცესში სამუშაოზე და ერთი დღე მოიწვი. თვითონ და საფუძველში ზამბები გეგმები. სცენარის უკავშირი. ეს თანამშრომლია თამაშის დღე. სცენარისთან შობოდესთან ერთად და პირველი დაიწყეთ რა გააკეთა კარგად თამაში. რა გააკეთა კარგად. სულ საშინელი თამაში ხალხი ყოველთვის არის რაღაცა კარგად ერთ რაღაცა. კარგი სწავლება იყო რაღაცა. ზოგადად ახლა რომ თავდაჯერებულობა იზრდება. ან თუ ისწავლეს ფიქს და მე რაღაცაში ხარჯი ვარ. ზოგადად ადამიანები ვეცეთ ეს საფუძს რაშიც ხარჯები მაქვს. თუ ჩემს საფუძველზე მაგითაა რომ დამაშო სული ხარ მე დიდი შანსია რომ დამაგებო. ასე ხუზალათი დამაგებოს და ვირასები ადამიანები დაყოლენ და იბადებიან ისიც. რა გავაკეთე კარგად და მაგრამ კარგად ვარ კონცენტრირებული რაღაც გასაუბრებელსა და მესამე შექმნა დაანახოს რაც გასაუბრებელსა და იმაზე როგორ კომუნიკაციაში ვარჯიშობ. ამაზე რო ფიქრო ჩანაცვლად ერთად შეიძლება ჩანაცვლად მაგალითად სწორედ საფრთხეს მოთამაშე საფრთხეს და ერთად შევადოთ რა არის საერთოდ ანუ ერთი ტიმი ვარ და გუნდი ვარ ელემენტებზე ალაპარაკობ და მაგაზე მაგალითად ვახავთ შეშუქება როგორ ვწოდო სენსიცი არ ვარ და სმექი მოშოვ სპორტს მაგრამ გააჩნია უკვე ინგლისი ეგრეს ქვევრის ასოციაცია მოყოლოდ ყველა დაინახა არა მარტო ვერ დაინახა ის პროფესიონალის შეგებოდა ეგ დაინახა მოტივაციული სისტემა მოტივაციული სისტემის შემოქმედებაში ის მომენტში ერთად შინაგანი იყოს ეს მოტივაცია და როგორ თქვენ რა უნდა გააკეთოთ რომ ეს შინაგანი მოტივაცია გაუღვიოთ ამას სწავლობს ფსიქოლოგიაში კიდე გარეგანის უნარისა რა თქმა უნდა გარეგანიც როგორ შემიძლია რომ ეს შინაგანი გავაზრდო რაღაც კონკრეტული რაღაცას და ბოლოს არის როგორ შექმნა შემოწმებას მე როგორ შექმნა მაგალითად რომ მიბაახლო სათამაშო სიტუაციას მაგალითად სამში მიღებინა გადაწყვეტილება თუმცა მე მიეხარა თვითონ ხალხო სამსამეთი არის ამ წესია ეს მაგალითად თქვენ დაწესებულა რაღაცა ვარჯიში გავაკეთებ წარმატებული მე რაღაცა გასაცდელი ვიცი რომ მოდი ვიდეო როგორ ერთად გავაკეთებ თქვენ დავუსწრებ თქვენ მე ვსწავლობ დავწერთ ისა როგორც დაწესების ისე აცებს შობელი შობელი კიდე ეს არის თქვენ ალბათ სულ გასაგებია შობელი და ბევრი შემთხვევებია შობელი სპორტის ხორებაში ჩართული ძალიან ბევრი შობელი 100% არის ჩართული და რაც მიზეზია რომ აფშენის მომენტი მაგრამ 100% არის ჩართული 14 წლის არის მოთამაშე და ხერხან დაყო და კარგი გულმოწვე მაგრამ არა ზამთრობით ვაკეთებ ამბობს რაღაცას მე მგონი რომ ერთი აცის ტექნიკები იყო და ფეხსაცმელზე გაიხსნა ზონა და გამოვიდა დედამისმა შეუწყო თვითონ მაშინ შეიძლება ეს არის შობოდა დამოკიდებული რაც საბოლოოდ შეიძლება ესეთი სულ შეიძლება მოყოლი იყოს რომ ერთ-ერთი მაგალითი და შობის უკავშირი რა თქმა უნდა ყველა შობა კარგია წარმოუდგენელია ჩვენი სულიერობას ესეც შეგვიძლია ჩოქურთების და თავის შუბის ხარა 6-ის როლი 6-ის მომხმარებელია თუ კარგად ითამაშე ერთი შემთხვევით თუ ძალიან რაღაცა შენ საუბრობ თავის თამაშს შენ შეიძლება მოიგო მაგრამ სიტუაცია ძალიან გვერდა იმიტომ რომ თამაში დაიწყო პირველი გეიმერი წავაგო ამ შემთხვევით ვიღებო და მე უკვე ცუდად თამაშობ ცუდად თამაშობ ამიტომაც დანიშნავდა ამ ფრაზას უბრალოდ მივახსოვს მაგალითად ცუდაზე ხომ მოიგე ანუ რაც მოიგეთ ვარდოთ თვითონ კაია ეს თავდაჯერების კარგი არის და ეუბნება ხომ მოიგე მაგრამ რა არა მე ვიშევნა რომ მაგალითად ვთქვა შენ ელაპელი უნდა გააკეთო და ხომ მოიგე ამ შემთხვევაში იმაზე ვაფიქრე რასაც აკონტროლებს
კიდევ ერთ-ერთი აქტუალური პრობლემა რაც ახალ სპორტსმენებში არის ის, რომ სპორტსმენები ფიქრობენ არ აკონტროლირებად რაღაცას, რასაც თვითონ ვერ აკონტროლებენ. მაგალითად, სპორტსმენის ნახტორი რას მეცნიერები ხოლმე სპორტსმენებს მეტყვის არ ვიცი. კიდევ ის, რომ მაგალითად ჭადრაკში შეიძლება მოწნა ვერ გავაკეთოთ გასულებს აკეთებს. უფრო მეტად მაგალითად ვიქნება, ვიდრე ევროპა თვითონაც უნდა აკეთოს. შეიძლება შედარება დაიწყო, რომ აი ეს ჩემზე წინაა და არ უნდა იყოს რაღაცა და ის როგორ არ შეიძლება ამაზე წინზე პრობლემა ზოგადად და რასაც შეიძლება სხვა შეიძლება რა არ ჯობია რომ ეკრიტიკანია ჩემს შრომას მოვახარო რა თქმა უნდა ეს დასასრულებლად ხარ პროცედურა ამაზე პრობლემა შეიძლება ვიყავშე ან საფარზე შეიძლება ვიყავ საფარზე ვიყავშე და რაღაცა ასაკობრივ ჩემ მომავალს ვაკეთებ, ჩემი განწყობის შეშფოთებას ვაკეთებ, ჩემი მოსის ვაკეთებ, ეთიკას ვაკეთებ, დისციპლინას ვაკეთებ. რაც იმასაც ვაკეთებ, ჩემ პრაქტიკასაც ვაკეთებ ასეთი ისე. რაც ამაზრებია რომ ეს თქვენი პასუხისმგებლობა შეიძლება რომ თქვენ დაანახოთ, რასაც ასეთებს ვაკეთებ, მოდი მასე ვიქრა, რასაც ვაკეთებ, მე იმაზე გადავიდე, რომ იქაც არ დავასწავლე. უკავშე შოვენ აკაციგებს თამაში ახალდება და ეგრევე შეიძლება ამ დაგიშვა იქნება შესაძლებელი ისე ვაპარაკს და ეგეც ფული რა 10 და 15 ბავშვი და დიდი სპორტის ფულია და ეგრევე შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი რომ ის მოსწავლეებს ეგრევე შეიძლება ვაპარაკო რომ კარგი ეგ ადრე ალბათ რომ ძროხალობაში ისწავლე რომ სულ მეტი ხარია და არ მოშოროს ვიღაცები შეიძლება მაგრამ არა ზუსტად შეიძლება იყოს რომ უმრავლესობაზე მოდია რომ თუ გინდა უამბობთ იმას რომ უამბობთ და ჩერტა დედიფუს ხარ მე უამბობთ მე ისე დედიფუს ხარ და ამას ნაირად არ დავსწრებს რომ მე დავაყენებ და დავაყენებ თამაში შესაძლებელი ის მაგრამ თამაში შესაძლებელი შოუების ადარებია რომ აი ეს სანდრა შეიძლება იმედარის ნახე შენ გაკასო. მაგრამ მას რო ვიყავსო, წარმოიდგინე რომ შეიძლება მოსწავლეს ეს უნდა ძალიან ცუდად ასწავლოს რაღაცას. არ მასწავლეს როგორ სულ კარგი ხარ იმაზე რომ შენ დააკარგე ამასთან შედარებით ეს არაფერს არ მოხდეს. ანუ შოუების კონცენტრირებული უნდა იყოს იმაზე რომ მე შეიძლება მე რო დავთხოვოს. აი რაღაც ძნარდა ზოგი ცოტა ხისტია, თუმცა გადახედა. არასწორად. დღეს მული იყო. მაგრამ ზოგი არაფერი გადახედა. დღეს შეიძლება იყო. მიგიონარი. შეიძლება დაახლოებით დამაშავება. პრინციპი იყო, რომ ჯერ და მე ის სასამართლოს ესწრება. იდა მაგალითად მე მგონია მოვიდეოდი როგორც ისე რომ ამაში შესულთან ეს ხარიაში ის რაღაცას ჯობია რომ ყარო გასამართლოს ესწრება აქვს რეალურად ეგრეა ეგრე გასამართლოს შეიძლება აკეთებინა ერთმანეთს და სუსტი რა ერთთან უნდა ვაკეთოთ ფაქტობრივად როლის ანუ და ხუთესაც მოსწრებული მდგომა შეიძლება რა გამო წარმოიდგინე ამაზე ისე გამოვიდა და დამიჯერებ ზამბები აი ესე წერა რომ ამას სწორებული გამოგიყვან სპორტის სახეობიდან წარმოიდგინე ამაზე ძნელი შეიძლება რომ მეურვებს და მე ჩემთან მოვიდა მე მეკითხებია რომ ნერვიული თამაში რო ვერ გავიგე რა მე რა თქმა უნდა შოულებს გეკითხა ერთი შეიძლება ისიც რაზე ხარ სპორტის პრობლემებს პრობლემებს თუმცა აგები მაგრამ ბავშვებია ვერეგებითო ნაკლებად ეყოლება შოულებს ერთადერთი დაშოულება შოულებს დაახსნება კარგი არის ის რომ უთხრა რომ რაც არის და შენ წაგები და ჩემი პიროვნება და ისე მაგას რომ მე ვიძინდება და თავისუფლად თამაშობს და მე როგორც ასამოდის თამაში რა ვწავლო და შენ ვერ აფასებ ანუ მე არ ვიყოლები რომ კურსი ახალი 1000-ი 2000-ი და შენ მაინც ვერ თამაშობ რა შენ რაღაცა არ გამოვიდა მე მათ პარტნიორები გამოვიდა ამიტომაც შეიძლება რომ ხარჯავდა მაგრამ შობელება და უნდა ხარჯავდა
ეს ზახისტია შორი თამაშობ საერთოდ პროცესი თამაშობია სულ რაღაცებს იხედა აქ ჯობია ვთქვათ რომ უთხრას პრობლემა რომ ამ გადაწყვეტილებას უწესრიგად გადაწყვეტილება ხომ არ იქნება რას თვითონ ეს გადაწყვეტილება უწესრიგად ხომ არ არის ან თამაშზე გამოვიდა და როგორ ვიცოდი Când era un succes acolo, este un ciclu de acolo să vorbim, dar era așa să vorbim, să vorbim, să vorbim, să vorbim, să vorbim. Nu vreau să vorbim acolo. Mai trebuie să mergem și să vorbim, mai mult. Dar zalea sus. Nu știu ce să fac. Care să vorbim, altfel care să vorbim. Nu am probleme cu la să vorbim, să vorbim. Dar nu are să vorbim, să vorbim. Acum, cred că au atenție să vorbim. Sportul კარიერაში რაც შეიძლება ისწავლა, შეიძლება არსებობს. ხოლო დროს სწავლასწავლოს ან მოგებენთო რომ იქნება და ზამბოლებას რაღაცა ხოლმე. აი წარმოვიდგინოთ ამას რა. წარმატება რო არსებობს. წარმატება არსებობს და ხანი რო არსებობს, ეს რო არსებობს. ოროთო რო არსებობს, რაც იქათა არის. შესაბამისად ამის თქმები ის რომ წარმატებულობა წარმატების ნაწილია. ეს რო დაინახვა ყველს შობლებას უთამაშებელს რომ დაუწყება ყოველთვის ხდება უბრალოდ თქვენ როგორ რეაქციაზე ხდება და ეს არის თავი უშუალოდ შეხედვის დროს და შეხედვის გარეთ ემოციები სულები სული ჩვენ ბრაზილია ბრაზილიის პრეზიდენტი ის ახალი მოვა რეშიში ეგრევე წოდოს რომ ეგრევე არის რომ მაშინ სიმშვიდე იქნება და შუბება იქნება შუბება და ახალო და ეგრევე შევას ჩვენ დედაცა სულ გამართლება იქნება და გამოხდება აქაც ხაზს უშუალო რომ ანთარაზე ხოლ გამართლება შეგვიძლია მაქსიმალური შეშენი მაქსიმუმი გაახდა და ახლა ყველაფერი გაიყენებს ამოიღო ეგრე დადეხას მე შემიძლია Oranın çoğunluğu şokları var mı? Yok, bir şey değil. Çünkü işte açıklar oldu. İmasın cevabı arkadaşlar ama sizin cevapları sorusu. Şimdi misafirler çağırıyoruz. Arkadaşlar, ne diyor şimdi mesaj ediyor. Ben misafirler çağırıyoruz. Şimdi şu an bakın, şimdi misafirler çağırıyoruz. Bu aşkla misafirler bir nasıl almamız lazım? Anlamı var. Anlamı şokları var mı? Tamam. Hatanları ოთხი კომპონენტი, რომელიც სუბიექტურია, ჩემი გაწევია, რაღაცა შეჯამებასა და გავაკეთო. მე ვფიქრობ, რომ ეს ოთხი კომპონენტი ყველა ადამიანს წარმატებას მოუწევს. წარმატება, რა თქმა უნდა, თქვენი გაგებულება, წარმატება რა არის? რაღაცის რაღაცა, რაღაცის რაღაცა. განვითარებაზე ორი ეპიზოდია. ანუ ყოველთვის ვფიქრობ, როგორ ვეძებო ახალი შესაძლებლობები. ახალი შესაძლებლობები ნიშნავს ის, რომ რა გავაკეთე უკეთეს გავაკეთე. ერთ-ერთი მაგალითი დავამატებ, ერთ-ერთი მორაგბე იყო, საკმაოდ ცნობილი მორაგბე იყო, გამოცდილი მორაგბე. ყველა უნდოდა მივიდა და ეხება, რომ რა განსაკუთრებული ერთი რაღაც, რასაც გამოაჩენდა საკუთარი თავისუფლება. რაც აღნიშნავს თამაშის მოზადებაში ვარჯიშში, რამე მიხარ ისეთ განსაკუთრებული, რაც შეთავში მოხდეს. ყველა დაუბრუნდა წარმოიდგინე, 40 წელს დაუბრუნდა. შეიძლება ახალი რეგიონი არ მოისმინო, მაგრამ სულ 3-4 წელს ახალი მოისმინო, უკვე შესაძლებლობა გამოიწვია. შეიძლება ხოთი მე შენ პრაქტიკაში მოსულს რომ დამიტო თქვენ როგორც წვრილება ეცადეთ ვიზუალურად რამ ხელს უნდა იყოს და როგორ თემარები ხარდა იყოს უკეთესად. სიამოვნების მეზობლად ყველაფერს საფუძველი გონიერ სიამოვნება უნდა იყოს. ძირითადად საქართველოს საფუძველი არ არის სიამოვნება, მაგრამ ის ადამიანები ძალიან ბედნიერები არიან, ვინც ისეთ სფეროში არიან, ვინც რომელიც ძალიან უკეთ. აქ ერთი მაგალითად შეიძლება ითქვას, რომ თუ არ არის სფეროები, ისეთ სფეროებში რომელიც მისთვის ძალიან სასიამოვნოა. რომ რაც სიამოვნებას მაშინ რაღაცას აქვს. უფრო მეტ რესურსებს და იზარება რაღაცა. Πώς θα είναι στέλνοντας, δόσεις, στέλνοντας. Τώρα, ατσάλα να μάθεις με σχέδια, κοίτα τα γραμματικά, στέλνοντας σου βάλετε. Εχλαγγαγό με βατσός του. Βάρμα είναι σαν να είναι κάτι άλλο,
ეს აღზრდა მაქვს. ეს მენტალიტეტი არის როგორც სწორად გადაწყვეტი ყველა სფეროში. და ბოლოს არის არასდროს დაუბრუნებელი. თუ არ ვიცით რაღაცის მართლობას, ვიცი რომ ძალიან მიყვარს, საქმე გასწორებით ერთი მარტივი რაღაც არასდროს დაუბრუნებელი. არასდროს დაუბრუნებელი. ასალმა მოხდეს არ დაუბრუნებელი. წარმოიდგინე მაგას როგორ არასდროს დაუბრუნებელი აქ დავჭერე, ეს არ ვიცით იმას რომ ედები შეეხება ეს უსჯერ დავეჯახო. უბრალოდ ასე მან უნდა ასე როგორ და ალბათ ეს მოკლედ არის ჩემი წარმატების ოთხი კომპონენტი, რომელიც თუ მოგიწოდა გაიჩნდეს. დღევანდელი შეხედვა რომ შევაჯამოთ ვისაუბრეთ ასეთი ხარით, მენტალური ვარჯიში, ვისაუბრეთ ოთხმოცდაზე, ვისაუბრეთ ბიზნესის დასახელზე დაამოწმეთ, ის კიდევ ვისაუბრეთ ვიზუალიზაციაზე, ეს და ემოციების ამოღების, ვისაუბრეთ რელაქსაციაზე, სულთქვითი ვარჯიში, როგორც თქვენს გამოიყენა, დავუშვიდოთ და ვისაუბრეთ ყოველდღიურ სასწრაფოებთან პოზიტიურ ლაპარაკზე. საბოლოო ჯამში ეს ოთხი უნარი ეხმარება ემოციების რეგულაციაში, სტრესის მართვაში, შიშის მართვაში და ასე შემდეგ. ასევე ვისაუბრეთ შობებმა როგორ უკავშირდება მოხდეს და როგორ ჩართულობა იყოს სპორტულ ცხოვრებაში და ვისაუბრეთ მწვრთნელებზე თუ როგორი მნიშვნელოვანია ის რომ განვითარებული იყოს და ხდება პროფესიონალიზება და უფრო შეიძლება ერთი პროფესიონალი იმხელა შეიძლება მოიწონოს მეორე ადამიანში რომ თქვენ არცეულებოდეთ მაგას. დღეს გავამთავრებ მადლობა ყურადღებისთვის და კითხვებს პარტიას შორის. ხასიათი მოსი არის. რა თქმა უნდა, ვერას ასწავლის რა ხასიათი. თუმცა ამ ხასიათის სხვადასხვა როდესაც სხვადასხვა აზრგასწრებს მაგასთან დაკავშირებით ხასიათი განსხვავებული არის, ასევე შეიძლება რომ ეს ხასიათი განავითარა. მე უკვე მეორე ხაზს ვეთანხმები, რადგან განავითარი არის ხასიათი, ვიღაცა ესეთი და ვიღაცა ასეთი, მაგრამ ხასიათის განვითარება რა თქმა უნდა შეიძლება. აქ მეორე შემთხვევა შეიძლება თორე შესაძლოა ხასიათის სასწავლო შედეგის მისაღები. კი, ხასიათის შესვლა უფრო დაშენებას ვიტყოდი რომ გამოუძობესია და შეიძლება. აი ზუსტად ამ პრობლემით ახლა რაც ვიყავ. რომ უფრო მეძორი ხასიათის გამოუძორი იქნება, უფრო შვილი ხასიათის და What was
შეიძლება ელემენტალურობით მოწინააღმდეგე ვარ დაინახოს მაგალითად, ყოველ ბრალს გამოგვიყვანს. ამერიკას მნიშვნელოვანია თქვენ მიცოდეთ პროექტში, რომ ეს ემოციები უნდა გამოგვიყვანოს, თუმცა ადეკვატურობად. ის და რომ თქვენ დავასწავლეთ, ის და რომ სამ დავასწავლეთ თავად. ადეკვატურობით, მოსაგებად რაღაც თავისუფლ კომენტ. მოწინააღმდეგე საკუთრებია. შეიძლება რომ ჩემი ემოციის მასის ეთერში იყოს. შეიძლება საკუთარ ლაპარაკობთ მაგალითად. შეგუცადოთ ეს. მაგრამ რაზე მართ. აქედან გამომდინარე რაზე გამოხატა აუცილებელია, რომ ადეკვატურობით.
ანუ ეს ნიშნავს, რომ მე როდესაც ვიძინდა სულისთვის ცუდი, ხო, ანუ სულისთვის თუ კაიმიდა, მაშინ რა ვიცი, მე წავაგე, ხო, ამიტომ რომ სულისთვის თუ კაიმიდა, აი ეგრევე დავნებდები მაშინ და ის მოიგებს და ამ შემთხვევაში. ხო, აი როგორ შეიძლება რომ საკუთარ თავთან მით უმეტეს ბავშვს რომ გაუჩინდეს და დააბანოს ასეთი ცევა, რომ აი ასეთი საქციელი ორგანიზმი გავლენა არ მოახდინოს მასზე. აი მაგალითად ხო ვასაუბრობ ბავშვებს რაღაცა დისციპლინას საქციელს, დისციპლინას დაფაზე მოწინააღმდეგეს მიცემას. აი თამაშის დროს მე ხშირად მე გამიგონები ასეთი რაღაცა, რომ და დიდი მოჭადრაკებისგან მომისმენი. აი მოგებისთვის ხანახებია რომ ყველაფერი უნდა გააჩინა მისი თამაში. ხო და ამ შემთხვევაში თუ ეს იმასაც ითხოვს, რომ თქვა მოწინააღმდეგეს ცუდი გაუკეთო. მაგრამ აი ამ ცუდის გაკეთება შენზე არ მოახდინოს ეს გავლენა, რომ კადასტროფას კი არ აკეთებ, რომ ჭადრაკის პარტიას თამაშობ. მან უბრალოდ რაღაცა შეუსწავლო, საუბრობთ ხოლმე. უბრალოდ შეიძლება ყველაფერს ასეთქო თამაში მოიგო. და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი მაქსიმალიზაციასთან და ერთ-ერთი სავარჯიშოს ვაძლევ, რა შეიძლება გააკეთო, როგორ დავასრულო რა შეიძლება სამგანზომილებელს. აი სინამდვილე რა შეიძლება გამოვიდა თამაშის დროს. რა შეიძლება გამოვიდა, მაგრამ რაც რა შემოწა რა შეიძლება გამოვიდა. ხო, სინამდვილე ალბათ სამედაობა ის შეიძლება. მე მგონია რომ რა შეიძლება იყოს, დროს გაიყვანოს. Pentru că atunci am avut eștopia în arase. Când sproci savara, unde ai fost arasa catara trebuie, raz moționalul moșului sarsko, da. Și asta m-am zis, dar să ce am văzut. Trebuie a controla ce este. Da, v-am face și vom interpretația în așa fel. Pentru să fie la pe pe ce am zis la. Dar la lui a fost la arasa arasa de la pixel. M-am zis că arasa de la asta la pixel. Am moționalul de să la ოქტები და მაგაშის ერთმანების პროცესს რომ იბიტოს კონტროლება რაღაცებს და მე არ კონტროლება რაღაცებს. პირველ ეტაპში გააზრდა. მეორე ეტაპი ყოველდღიურ ნამუშევრს. თუ დავატოვე შეფოთს უბრალოდ. თუ სამართლია, გამოძიება აი მე როდესაც არის გადამწყვეტი და ბოლო ორი პარტია რჩება განსაკუთრებით ჭადრაკში და ერთ-ერთი ორივე გადამწყვეტია და ბოლოს წინა პარტიას აძლევს ბავშვი. და იმდენად ემოციურად ხდება ამ მომენტს, რომ ამ წადებით შეიძლება ბავშვი აკოლოს მეორე პარტიაც. აი არჩევები შეიძლება ამ დროს ფსიქოლოგიურად გავიხმაროთ და მიცეთ ბავშვებს, რომ ეს გადამწყვეტი მეორე პარტიაც ბოლო პარტია წააგოს, მაგრამ მოერიოს თვითონ. აი ამ ემოციას რაც ვიჩვენებ. ხდება თუნდაც უშობენ, ორივე შემთხვევა მაინც. მან არის რას ეთქი გაგებილის შოუ და რას გააკეთა. პირველი არის ის, რომ თქვენ არ უნდა შეგეძლოთ ემოცია. თქვენ თუ ნერვიულობთ და კიდე დამატებით ემოციები, იმიტომ რომ ემოცია იმასაც გადაგისმენთ. უფრო კონკრეტული რაღაცები, ტექნიკური რაღაცები, აქტიური რაღაცები გამახვილოთ ყურადღება. წარსულზე გამაგაბებული ვიფიქრეთ ამ შემთხვევაში. თუმცა ესეთი გამხნევება მაინც არ არის. ბავშვისთვის ისეთი ძლიერი, რომ მან მომდევნო პარტია არ მიაყოლოს. და ეგ არის ინდივიდუალური. აგიბრებს რომ შეიძლება ერთ-ერთი მომდევნო ბავშვი ერთი რაღაცა წინააღმდეგ გამხნევება დაამუშავოს, მაგრამ მეორეზე არ ამუშავოს. შესაბამისად, თქვენ რამდენი ვარიანტი წინასწარ მოწოდებული მოგონებთ, რომ მაგალითად გამხნევება, რომ შენ მოვიდა დაიხმაროთ. ასკოსის დაამკვიდრე, სადე მაგის. მაგალითად, ეს აღწევება შემოწმდეს ეს და მე გავიგე რამდენი შეხვედრით მე რომელიც უკვე იმუშავებს, ეს პირდაპირ ზუსტად ისაა, რომ იმას ეკითხა მე სამალი ინტერესება მე არ გამიგს. თუმცა ყოველ შემთხვევაში რა უჩვენო? შოუის შემთხვევაში თამაშის მერე შეფასება საერთოდ არ არის აუცილებელი. მაგრამ რამდენი საათი გავიდეს, რომ ეს ბავშვი გასწავლდეს და მეორე ტიპის უკეთესია, რომ რაციონალურად სასწავლებლობა და შესაძლებლობა. თამაშის სასწავლებლობა
ანუ წასაგები მდგომარეობა პოზიციებს. მაგრამ საკმაოდ კარგი ბავშვი, რომელსაც უცნობ ძალიან კარგი მომავალი აქვს. მაგრამ ისა, როდესაც იქნება და ხდება პოზიციური მდგომარეობა ისეთი, რომ მან შეიძლება მოიგოს, მაშინ ემართება პრესული მდგომარეობა. აი, დავუშვათ ჭირს ვინება, მაღალიერი, პირილი, აი ისეთი გამოხატვა ემოციების, რომელიც შეიძლება გქონდეს წაგები, უკვე რომ წააგებს ბავშვი. მაგრამ არადახვად აუცილებლად არ არსებობს მის პრაქტიკაში, ჩვენს პრაქტიკაში მდგომარეობა, სადაც მსგავსი მდგომარეობა ემართება და მოიგოს. არა, შედის თუ არა ამ მოსაბრძოლებლად ამ შემთხვევაში და მე ვიგებ და მე ამას ვერ შევინახე უცხოეთს. პატარა, ანუ იმიტომ ასე ყოფილად იცით რა შეიძლება 10 წლის, 12 წლის მოზარდმა ეხუთო მარტივად გააკეთოს სწორედად ესეთი მდგომარეობა, რომ მარტოს ვთქვათ, საუბარი და ასე შემდეგ. მაგრამ 10 წლის ჯერ და ვფიქრობ, რომ მე ამ ყველაფერმა ჩემი გადასახადები შეიძლება ყველაფერი დააკარგოს და ფიზიკურად მომნახე კუთხერით შეიძლება დავეხმარო მე გასწავლებ. არის სავარაუდო სავარაუდო აგების შესაძლებლობა მოგებიშვილა ეს მოგებიშვილა პრობლემის შეიძლება მოგებიშვილა სავარაუდო შობლების ინფორმაცია ან შეიძლება თანამდებობების პრობლემის მადლობა გადავხადო ადამიანსა და საინტერესო განაჩენ შეგვიძლია პასუხობს ეს მიერ წერილობი და დაბალ